გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც ყოველთვის საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. დღევანდელი პოლიტიკური პროცესები ისეთ არასწორი გზებით მიმდინარეობს და არასწორი მოქმედებები ხდება ამ პოლიტიკური პროცესებიდან ჩვენ ქვეყანაში რომ ვეღარ გავიგეთ უკვე და ვერ გაიგო ხალხმა რა და ვის რა უნდა და რა განცხადებებს აკეთებენ და რა სახის მოთხოვნები აქვთ ადამიანებს და შესაბამისად ახლა იმ დონეზე მიიყვანეს პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში აჯამსანდალი გახდა უკვე რა აღარც ოპოზიციური პარტია არის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიები არც ყოფილან ყოველთვის იყვნენ და არიან დღემდე ეს რაღაც გარკვეული რევკომები და ეს მოძალადე დაჯგუფებები და ტერორისტული დაჯგუფებები და ფაქტიურად დღეს ამ ქვეყანაში ვისაც როგორ უნდა, რაფერად უნდა, ისე მიდიან, მოდიან, რაცაც უნდათ იმას აკეთებენ, როგორც უნდათ, ისე გვემუქრებიან და როგორც უნდათ, ისეთ რეზოლუციებს დებულობენ თუნდაც იმ ევროსაბჭოში. ეხლა ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფება საქართველოში დღესდღეობით და მოკლედ ეს ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა და წესი ასეა საერთოდ როცა ევროსაბჭოს დელეგაცია რომელიმე ქვეყნიდან ჩამოდიან ოფიციალური პირები ისინი ჯერ ხვდებიან ვის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხელისუფლებას ხვდებიან ხო და შესაბამისად ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ ვხედავთ პირველი ვისაც შეხვდნენ აი ამ თავად აგენტურას და მათთან გაიარეს და მათ მოусმინეს და მათ მიცეს ახალი ამოცანა და ახალი დავალებები და ეხლა აპირებენ ხელისუფლებასთან შეხვედრას ეხლა მე რო ხელისუფლების ადგილზე ვიყო ხო აი მაგათ უპაღურისებით გამნენილი აქედან და საერთოდ აბსოლუტურად არანაირი ესე იგი რომ იტყვი დიალოგზე და შეხვედრაზე არ წავიდოდი იმიტომ რომ ძალიან თავხედობა ეს არის თავხედობა ეს არის უპატივცემულობა უკვე ქვეყნის მიმართ და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი გვექნება კიდევ გარკვეული ახალ რაღაც ბრალდებები და საუბარი რა ბრალდებებით წაუყენეს ხოშტარია ჯაფარიძეს და გვექნება საერთოდ იმ მიმდინარე მოვლენებზე რა მოვლენები დღეს მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა ვიმრაძე ბატონ ზაზა მოგესალმებით მადლობთ ბატონ ტრისთან მოწვევისათვის მივესალმებით TV პლუსის მაყურებელს ბატონო ზაზა არ ჩერდება არც ევროსაბჭო არც ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები არც სხვა დანარჩენი ის პოლიტიკური დაჯგუფები რომლებიც ყოველდღიურად ემუქრება საქართველოს ყოველდღიურად აქვთ თითქმის და ცდილობენ რომ ეს ქვეყანა პირდაპირ აი თავიანთი მონური ცხოვრების ქვეშ დაიმორჩილონ ეხლა ჩამოვიდა ევროსაბჭოს წარმომადგენლები ხო და წარმოვიდგინეთ თქვენ იმ დონეზე ითავხედეს და იმ დონეზე ესე იგი იგნორირება გაუკეთეს საქართველოს ხელისუფლებას რომ ჯერ საქართველოს ხელისუფლებას კი არ შეხვდნენ თავიანთ აგენტურას თავიანთ აი დაჯგუფებებს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იმას თავმჯდომარეებს ხო ეხლა რა მინდა გითხრათ თქვენ ხომ არის უკვე დრო იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელ სამუდამოდ ამათ ყველას ზურგი შეაქციონ და აბსოლუტურად ხო ყველანაირი რომ იტყვი შეხვედრები და ყველანაირი ეს რაღაც ურთიერთობები შეწყვიტონ მათთან იმიტომ რომ პირდაპირ გეუნება ეს ჩამოსული ვიღაცა ევროსაბჭოს ლიბერალური ორგანიზაციის წარმომადგენლები რომ თქვენ არ გცნობთ ჩვენ ვცნობთ აი ამ ჩვენს აგენტურას და ჩვენ პირველი მათ შევხვდებით და შემდგომ ესე იგი თუ რაღაც გარკვეული დრო დაგვჭირდება თქვენთანაც თქვენ თვითონაც მოვიცლით ну ასე გამოვიდა მაგათი მხრიდან ხომ არ არის დრო რომ ასეთი მოწანწალე პოლიტიკური ლიდერები ევროსაბჭოსი და ასეთი მოწანწალე ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერებს აუგზავნონ ქვეყანაში შემოსვლა ბატონ ტრისთან რა ხდება იცი ესენი მაგათ საერთოდ ჩვენთან დიალოგი გაგვიწყვიტეს საქართველოს ხელისუფლებას გაუწყვიტეს დიალოგი და არაფერი მორალური უფლება არ აქვს მაგათ აქ იარო არ გველაპარაკებიან არც ერთ თემებზე ქართველებს ელაპარაკებიან თქვენ თქმის არ იყოს ამ თავიანთ აგენტურას რომელსაც აფინანსებენ ალბათ კიდე დააფინანსებენ რაღაც გზებს იპოვიან კიდე რამდენიმე გზა კი ჩაიხერგა ახლა მაგათთვის დაფინანსების მაგრამ ჩამოვიდა რომ ახალი რაღაცა შესთავაზონ ახლა ამ პოლიტიკურ ვითომ ლიდერ
ესენი ხო არც ევროკავშირში პოლიტიკოსები არ ზიან რა უკვე რა. პოლიტიკა გახდა რაღაცა აჯაფსანდალი და დომხალი თვითონ ევროკავშირში. ისეთ რაღაცებს ამბობს ევროკავშირი. საერთოდ წარმოუდგენელია რა. აი იმას რო იძახიან, გაგკივიან ავად სახსენი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი არ ამბობდა ისეთ სისულელებს, რაც ესენი აკეთებენ უკვე რა. როგორ არა ცნობს ხელისუფლებას, ვისთან მოდიხარ? სალამ, შენ წაიყვანე შენი აგენტურა და იქ დაელაპარაკე. საერთოდ მე რო ყოფილიყავი მაგათ საზღვარს დაუკეტავდი და არ გადმოვალახინებდი. ხო, არ უნდა შემოეშვათ აეროპორტში. არ უნდა შემოეშვათ არც ეტო არიანჩი რა. ბიჭო, არ უნდათ ეს ხელისუფლება, არ უნდათ ეროვნულობა, არ უნდათ მართლმადიდებლობა ჩვენი ქვეყანა რო იყოს, უნდათ იყოს LGBT ფაშიზმი მოიკიდოს ფეხი, ჩატარდეს რაღაც რიტუალური დღესასწაულები, რაღაც სისულელეები და არ გვინდა ძმაო ეგეთი რაღაცა ქართველებს რამდენჯერ უნდა ვთქვათ, ხელისუფლებამაც ხო უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ რომ არ უნდევართ აი ესეთი ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება და მოაზროვნე საქართველო, რომელიც დგას თავის ტრადიციებზე, იმ ძირძელ წინაპრების მოტანილ ტრადიციებზე არ უნდათ. არ უნდათ ეს უფლის ქვეყანა, არ უნდათ დედაღვთისმშობლის ქვეყანა. გასაგებია, არ უნდათ. ხო და ჩვენ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები რა. ნუღა ვიძახით ამ ტელევიზორებში კიდე რომ ევროკავშირი, ევროსაბჭო არ უნდევართ საერთოდ, კაცო, გამოვიდეთ მამ სიტუაციიდან, არ მიგვიღებენ. ან რა გვინდა იქ ჩვენ ერთ გამაგებინა. აი რა ღირებულებები აქვთ იმათ ისეთი, რომ ჩვენ ღირებულებებს ემთხვევა რა, რაღაცაში თანხwebdriverში მოდის ჩვენ ღირებულება. არაფერი, ნოლი ყველაფერი. გაპარტახებულია იქ ყველაფერი, თო. ქრისტიანული სამყარო, რომელიც იყო და იყო რაღაც ღირებულებების, საერთოდ წაიშალა ბატონ ტრისტან ევროპა. ის ევროპა აღარ არის, რომლისკენაც მიიწვდოდა ხალხი და იყო რაღაცები. აგერ კაცო გერმანიიდან, იქიდან, გარბიან, საფრანგეთიდან და სხვაგან გადააქვთ ბიზნესი. ისეთი არეულობაა ყველგან ამ ეკონომიური კოლაფსი აქვს მაგათ. ეს წელიწად და იმ წელიწადში რა იქნება კაცმა არ იცის ახლა ამ ზამთარზე უგატაიდა და ამხელად თანხებია. იქაც ხალხი ხვდება, განა ვერ ხვდება, გამოდის აგერა. რა უნდა გვასწავლონ გერმანიაში თვითონ რას უკეთებენ თავის ხოლმე ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე ეს ელჩი რო არის ვიღაცა. აქ. გამოაცხადე, გააგდე, ნონგრადად, პერსონა ნონგრადად. გამოაცხადო და გაუშვან. კაცი რომელიც გერმანიაში ხალხი დახოცეს, მანქანები დაწვეს და დემოკრატია, იქაც არ ამოიღეს, ხმა? და ჩვენ გვასწავლიან დემოკრატიას. როგორ შლიან იქით მიტინგებს, ნახოთ ევროპაში. არა, ეხლა ნახეთ რა ხდება ბატონო ზაზა, ჩამოვიდა ეს დელეგაცია, ხო, ევროსაბჭოს დელეგაცია. ახლა მე ჩვენ ვიცით და ვინც არის და რა არის და როგორ არის და რა იმას მოთხოვნებს აყენებენ უკვე წლები არის ჩვენი ქვეყანასთან მიმართებაში, ხო? ახლა მიუღებელია ის, რასაც ისინი ჩვენ გვეუბნებიან. თვითონ ხო არა ტრადიციით მაცხოვრებელი ადამიანები არიან და თვითონ არ აქვს ტრადიცია და არ აქვს ის კულტურა და არ აქვს ეს, რომ ვიტყვი, ისტორია, რომელიც მაგალითად აი ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატარებმა ევროსაბჭოს ლიდერებმა მოშალეს და გაასწორეს მიწასა, ხო? ეხლა ნელ-ნელა მოდიან და კარგად მოიკიდეს ფეხი, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაშიც მართლა და აგერ წლების მანძილზე უკვე ესენი აი წლები გადის უკვე და ეს ქვეყანა ვერ დაწნდა და რატო ვერ დაწნდა? იცი, იმიტომ ვერ დაწნდა, რომ აი მაგათი ხელით ხდება ყველაფერი ის უბედურება ამ ქვეყანაში, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ხო? მაგათი ხელით არის, რომ ეს ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი ჩვენი ეს მომავალი თაობა და 20 საათი ქუჩაში არიან და არის არც ეს სწავლა არ უნდათ, არც ეს ოჯახის შექმნა არ უნდათ, არც ეს პატიოსანი ცხოვრება არ უნდათ და აი მაგათი იდეოლოგიიდან გამომდინარე არის. ანუ ისინი ჩვენ თავს გვახვევენ თავიანთ ბინძურ იდეოლოგიას, არატრადიციულ იდეოლოგიას. ეს ხო უნდა გავიგოთ, მეგობრებო. ეს ხო უნდა გავიდოთ კიდევ იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომელი ადამიანებს დღეს კიდევ რაღაცა იქით იყურებენ ევროკავშირში. რა თქმინდა, ბიჭო, რო კიდევაც რო გვითხრან, აჰა, მოდით და შემოდით, არ გვინდა ჩვენ ასეთი ევროკავშირი და არა ვარ ჩვენ ის ქვეყანა, რომ ჩვენ იმ წესებით ვიცხოვროთ და ჩვენ იმ ტრადიციებით ვიცხოვროთ, რა ტრადიციების მათ გააჩნიათ და რა ტრადიციებით დღეს ისინი ცხოვრობენ, ხო? და რატომ დღეს ეხლა ეს ადამიანები ეგეც ხო ხედავთ ეგეც ერთხრივი უკვე იგნორირება არის არა მარტო ხელისუფლების არა მარტო ხელისუფლების არამედ ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობაა ჩვენი უპატივცემულობა ისე ჩვენ არ ვცემენ პატივს ჩვენ მათ ადამიანებად არ მივაჩნივართ მათ ჭირდებათ საქართველოს ტერიტორია და მონები უნდა იყვნენ ქართველები მომსახურე ერი უნდა ვიყოს მაგათი მათ ჭირდებათ საქართველოს ისა მოსახლეობა უვიცი გამონათლებელი და უმოქმედო
და არაბძოლის უნარიანი ესეთი ჭირდება და ჭირდება მონება ჭირდება და ამიტომ აკეთებენ ამას და ამიტომ იქცევენ ჩვენ ქვეყანასა მიმართებაში აი ასე რომ გეუბნებიან რომ თქვენ არაფრად არ გთვლით და თქვენ ჩვენთვის არარაობა ხართ და არაფერი ხართო და იმიტომ იქიდანაც ევროსაბჭოს ტრიბუნებიდან თითქმის გვესაუბრებიან და აქაც აქ ჩამოდიან აქაც თითქმის გვესაუბრებიან და ერთხელ სამუდამოდ ხომ დამთავრდეს ბატონო უნდა დამთავრდეს ბატონო ტრისტა რა თუნდა მაგას ლაპარაკი რა ვის უგორებთ კოჩ რაზე უგორებთ რა სარგებელი გვაქვს სარგებელი როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველმა ხალხმა ვერ მიიღო ვერც ამერიკისგან, ვერც ევროკავშირისგან. რაფულებით წამოვიდა, აქ გაზარდეს თავიანთი აგენტურა. დააქციეს ჩვენი ეკონომიკა. სულ ჩალისფასად გაგვაყიდინეს, ჯართად გაგვაყიდინეს მთელი ქვეყნის წარმოებები, რაც ფაბრიკა, რაც საწარმოებები და ყველაფერი რაც იყო აშენებული და გაკეთებული. მეორე, განათლების სისტემა მოსწეს, დასცეს ნოლამდე, როგორც ზოგადი განათლება, ისე უმაღლესი განათლება. არაფერი არ კეთდება ამ ქვეყანაში, მიდის დეგრადაციას. როცა ქვეყანაში განათლებული ხალხი არ არის, ის ხალხი უფრო ადვილი სამართავია. ამას აკეთებს ევროსაბჭო, ვერე. ამას აკეთებს ზუსტად ის ხალხი, რომელიც ევროკავშირის ტრიბუნებიდან და იმ მაღალ ეშელონებში რო ზიანი კომისრები ქვია თუ რაც ქვია ჯანდაბე კომისარიო გამახსენდა საბჭოთა კავშირის კომისრები რო ყავდათ ყველგან რა. არა, ნუ ეგეთ თანამდებობა არის კომისრები. ხო, არა, გავიგე, მაგრამ იქაც ხალხიც უკვე ვეღარ ითმეს. უყურებთ რაღაც გამოსვლები ხდება იქაც ბრძოლები და როგორ უსწორდებიან ამ ხას იმასაც უყურებთ. დაღალეს იქაც ხალხი. ცხოვრების დონე უკან წავიდა იქაც. არ მიდის წინ და იქ თუ წავიდა უკან ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონე ვერ აიწევა ისე მაღლა როგორც ეკონომიკა. მარტო მშენებლობები და სახლის აშენებით ეკონომიკა არ ვითარდება. აქ უნდა შეიქმნას ბატონობის აუცილებლად საწარმოები. უნდა გაკეთდეს. ის ადგილები სადაც იყო და დაიყიდა, ხო დარჩა მიწა სახელმწიფოს. რომ დაშალეს ქარხანა, ფაბრიკები და ყველა იმ ადგილას უნდა აშენდეს, უნდა დააჯინონ მეცნიერები, რა წარმოებები სჭირდება ქვეყანას, რისი თავი გვაქვს, რას გავაკეთებ და რას გავიტანთ ამ ქვეყნიდან, კაცო. ესე არ არის, აბა მარტო უნდა ვივაჭროთ. ეხლა ნახეთ თქვენ ხალხი ხო უნდა დასაქმდეს. მეცნიერები ახსენეთ, ბატონო, თქვენ და ესენი ახსენეთ, გამომგონებლები ახსენეთ, ანუ მთლიანობაში ამ მთელი აკადემიური წრეა შედის, არ ყველა იმგეში. სად არის, აღარ არის ეს მეცნიერები. აღარ არიან, იმიტომ აღარ არიან, ვის ძველი თაობა, ვინც იყო, ახლა გარკვეული ნაწილი წავიდა, ხო? ზანაზე მოსპეს ეს მე კიდევ თვითონ აი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელშეწყობით ის ავასახსენებელი ავამტყოფი სააკაშვილი იყო, მან კიდევ ჩარეცხილები უწოდა და ჩარეცხან მთლიანად ყველა ის განათლებული და ყველა ის მცოდნი ადამიანი, ვინც კი რაღაცას ქნია საქართველოსთვის, ხო? და აკეთებდა მთლიანობაში ქვეყნის სიძლიერეს ფინამით, ხო? ესენი აღარ აქვს ჩვენ უკვე. ასორეთ ამ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის დეგრადაცია. თქვენ განათლების სისტემა შეეხეთ და განათლების სისტემა საერთოდ იმას და გაასწორა მიწასა და ვეღარ ჩვენ განათლებული კადრი აღარ აქვს. ნასწავლი კადრი არ აქვს. ვეღარ ასდის, იმიტომ რომ არც ისეთი პროგრამებია, არც ასწავლო ისეთი პროგრამებია. სულ რაღაც იცი, ზოგადი რაღაც, აი პატარა რაღაცა, ის და აი განათლება საძლევენ იცი როგორ, აი 2x2 4-ია ცოტა მეტი რა. ცოტა მეტი რო იცოდეს. ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე რომ მივიდოს, როცა მონათრე ყოლი. ვერ გავიგი ამ ინსტიტუტებში რა გახდა ეს ილია აუნია და ეს ჯანდაბა რო დაარქვეს. სახელმწიფო ილია აუნი რატო უნდა ერქვას? როცა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი ერქვა. შედით ერთი რა ხდება იმ ინსტიტუტებში ერთი ყველგან და რა კადრები ზიან და ვინ არიან? რა შემოიღეს მაშინდელი გახსოვს იმ სააკაშვილმა ასოცირებული პროფესორი და რაღაცები და თუთფერიძის ნაირები და იმ ნაირები. კიდე რო არიან. ხო ეგეთი გაგიზიან კადრებს? ეგემა რა კადრი უნდა გაზარდო? კმარელებმა და ვიღაცებმა და რაღაცებს ასოცირებული პროფესორობას ანიჭებთ. რა იცის ასოცირებული რა აქვს საპროფესორო ბევრს მათ და ყოფილი პარლამენტარები ნაციონალების სულ მადარი ბუდე მაგათი. კი, სულ ყველა მადარია. სულ მადარიან და სარცაკი კიდე სხვადასხვა უნივერსიტეტებში ყველაზე კარგად რაც მოქმედებს ახლა უნივერსიტეტი, რასაც ქვია, ხო? რასაც უყურებ, ყოფილი GPI რო არის, იმიტომ რექტორიკა არის. მაგას შეინარჩუნა, გურგენიძემ შეინარჩუნა. კარგად მიყავს საქმე და ყველაფერი რაღაცა იქ სწავლის დონეც უფრო ამაღლებული, ახლა სწავლობენ ჩემი ახლობელი
ახლობლის შვილები, მეგობრის შვილები და იძახიან რომ აი იქ უფრო სწავლის დონე უფრო მაღალია. იმიტომ რომ ნახეთ ახლა ეს GPI არ მოხდა იმათი ზეგავლენის ქვეშ, სწორედ იმ ევროპული იდეოლოგიის, იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის რაღაც მომენტში გახსოვს როგორ ებრძოდნენ, მაგ მიშატავრობის როგორ ებრძოდნენ. ვერ მოხდა და არ მოხდა. გაიგე და ასე თუ ისე მან შეინარჩუნა ეს ტრადიციები, ძველი ტრადიციები, რა ტრადიციები ხომ GPI-ის, ხო, მაგრამ მომბატიეთ დანარჩენი ყველა ის ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არის, ხო? ესენი სულ არის მათ მიერ მართული და მათ ეს სჭირდებათ, იმიტომ რომ ქართველი კაცი არ გამოვიდეს ნასწავლი და არ გამოვიდეს რაღაც იმის იმ დონეზე რომ მან შეხვდას რაღაცა ქვეყნისათვის, ხო? არ უნდა ჩვენ ქვეყანაში რაღაც შეიქმნას და ეს არის ტერორი. ტერორი მიდის ფულით, შემოდის ფული, ამ ახალგაზრდებს უნერგავენ ეს პროფესორად რაც ქვია თუ ჯანდაბები ქვია, მაგათ თვითონაც ფულს იღებენ, კარგად ცხოვრობენ, ამახ არასწავლიან მიტინგებზე გამოსაყვანად, რევოლუციების მოსახდენად, ფული აქვთ, ურიგებენ, გამოყავთ, ერთი კვირა გააცნეს, ორი კვირა გააცნეს სტუდენტი უნივერსიტეტს და კაცი არ ეტყვის არაფერს. თავარია, ოჯახი უხდის ფულს, უხდის. всё ისინი თვითონ დიდებიან ამ ახალგაზრდებს იყენებენ ამ სისულელეებისაგან. ვეღარ მოხდა რა ამ ქვეყანაში ეს სოროსის ფონდი, ამის ფონდი, რა ფონდებიც ქვეყანას არ ემსახურება, უნდა აიგზავნოს და განიდევნონ ქვეყნიდან რა. რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდეს და განვითარების შანსი მივცეთ ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ბევრი განვითარების შანსი აქვს. ყველანაირად. და გავაკეთოთ ისე ხელისუფლება, რომ ეს განათლების სისტემაში ვინც არიან ჩაბუდებულები, ის სოროსელები და იმ ლომაიას დროინდელი დანიშნული კადრები გამოიყვანეთ უნივერსიტეტებიდან, სკოლებიდან, კაცო. აბა როგორ გინდათ რომ განვითარდეს ეს ქვეყანა? ხალხმა თავის ქვეყნის ისტორია არ იცის წესიერად. ეს მერე ვინქნა, ვისი ბრალია? ვისი ბრალია და ხელისუფლების? არა, ხელისუფლების გასაგებია. იცი რატო? როცა შენ იძახი რომ ვარ ეროვნული ხელისუფლება, დიახ. ეროვნული ხელისუფლება, ესენი უნდა განდევნო ქვეყნიდან. არ იქნება საქართველოსი სიმშვიდე სანამ ეს ორგანიზაციები და ეს ხალხი ჩამოდებულები არიან განათლების სისტემაში. უწამლავენ ახალგაზრდებს ტვინს. ნიჭიერ ახალგაზრდასაც აჩლუნგებენ. მარტო განათლების სისტემაში ყველგან არიან. მე ვიძახი, მაგრამ განათლების სისტემა ერთ-ერთი ძლიერი ბირთვია, მათ შორის რომლის დაქცევა არ შეიძლება. ეხლა ხე რასაკეთებენ ახლა ნახეთ ესენი თვითონ ეს ევროკავშირი და ეს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ქვეყანაში. რატო არ უშვებენ ბატონო მაბატეთ რატო არ უშვებენ აქამდე არ უშვებენ სკოლებში მოძღვრებს. დაიწყოს ამ მოძღვრის ინსტიტუტი სკოლაში კარგად მიდიოდა ერთი პერიოდი. ბავშვები სხვანაირები იყვნენ, როცა მოძღვარი შედის და ეუნება. ის არც სიძულვის სასწავლის, არც ქვის როლას ასწავლის, არც მოლოტოვის კოქტეილის როლას ასწავლის, ავტომატის ჭერას ის ეუნება ევლაბა ღმერთზე სიყვარულს და როგორ უნდა იყოს ადამიანი. და ამიტომ მოძღვრის ინსტიტუტი და შეუშვით სკოლებში მოძღვრები და ისინი მიხედავენ, ბევრ საქმე გაკეთდება მაგითი. ბევრ განათლებას მიიღებს და ბევრად უფრო სხვანაირი შეხედულება გაუჩნდება ადამიანს თავის ქვეყანაზე და ღმერთზე და ყველაფერზე რა. ნელ-ნელა უნდა თუ ეს ქვეყანა გახადონ უღმერთოთა ქვეყანა რა. ეხლა ეს იმათი დავალება არის. ხო, რო არის დავალება ევროკავშირი პირდაპირ შენ თუ ხელისუფლება ამას არ ებძვი. ავტომატურად ხელს უწყობ ევროკავშირი პირდაპირ ებძვის ხო და რო გვებძვის ევროკავშირი ჩვენ ვთქვით რომ всё დავკეტოთ ევროკავშირთან მოლაპარაკება დაგვიკეთ ეს არ გვინდა არავინ არ გვინდა იმათიანი ჩამოსასვლელვინა ვინმე ცალკე სახელმწიფოებთან გავაკეთოთ როგორ უნგრეთი ეგერ სლოვაკეთი ეგერ ცალკე ველაპარაკოთ სახელმწიფოებს კაცო და იმასთან დავდოთ ეკონომიკური კავშირები რაღაცეები გასული პროგრამები რომელ ქვეყანასაც უნდა რომ ჩვენთან იმოგებრო აგერ მეზობელი ხავს რუსეთი გინდა რუსეთთან, კაცო, გინდა ბელორუსიასთან. უკრაინა აღარ არსებობს, როგორც რაღაცა ანგრი, ევროკავშირი, უკრაინა. რა უქნეს? ერთი საწავლენ მე რა მაგალითი მოხ სახეზე ძვირფასოდელი მაყურებლებო, ხო, რა ხდება უკრაინაში, ეგერ. უკრაინაში რაც ხდება, ხო, ეს ყველაფერი არის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბრალი. და დღეს თუ ვინმეს უნდა კიდევ გაგზელდეს იქ უკრაინელი მოსახლეობის რომ იტყვი ასეთი მდგომარეობაში ყოფნა და უკრაინის მდგომარეობაში ყოფნა და ამდენი სისხლი და ამდენი დაღუპულები ამას აგზელებს ევროკავშირი.
ამას აკეთებს ევროკავშირი. თქვენ რა გონიათ ახლა ევროკავშირის დელეგაცია რო არის საქართველოში ჩამოსული აქ, ისინი იმისათვის არიან ჩამოსულები, რომ მათ რაიმე გარკვეული ეკონომიკური სახით პროექტები განიხილონ და რაღაც ჩვენ ქვეყანაში სარგებელი მიცენ? არა, ისინი ჩამოვიდნენ ისევ და ისევ უნდათ გააგრძელონ თავიანთი ბინძური ისა ამოცანა ამ ქვეყანაში, რაც მათ აქვს დასახული. ეს არის ჯერეთი რომ რევოლუციური გეგმა შეცვალონ და რომ შეხვდნენ თავიანთ აგენტურას აქ, ეხლა ჩვენთან თბილისში და შესაბამისად შემდგომ დაამხონ ეს ხელისუფლება და საქართველოში აიღონ ხელში ძალაუფლება და დაიწყოს ომი საქართველოში. მათ უნდათ ომი. ისინი არიან ომისათვის დღეს მომართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ საქართველოში დაიწყოს ომი, გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს უნდა და მე თქვენ ხო კარგად ხედავთ და ჩვენ ხო ვიცით რას მოიტანს ომი ამ ქვეყანაში და რაც ჩვენ აღარ ვიარსებებთ საერთოდ და საერთოდ რომ გაქრება საქართველოს მოსახლეობა, მიწა იქნება, როგორ არა, მიწა უნდათ მათ, რომ განალაგონ თავიანთი აქ ესენი შემდეგ დაქირავებული ბოევიკები და ასე დაუწყონ რუსეთს ისა პრობლემების შექმნა. ის რაც გააკეთეს უკრაინაში, აი უკრაინაში თავის დროზე უკრაინის წინა ხელისუფლება და საერთოდ უკრაინელი ხალხი მოსულიყვნენ გონს და დამდგარიყვნენ ერთად წინააღმდეგობა გაეწიათ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოსულ ამ გეგმებს და ამ ბინძურ იდეოლოგიას დღეს უკრაინელი ხალხი ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა და დღეს უკრაინაში სიმშვიდე იქნებოდა, რასაც თავაზობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი უკრაინელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას მაშინდელ ბაიდენის იმას ადმინისტრაციას, რომ გაფორმებული იყო დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტის საფუძველზე უკრაინაში არ განლაგდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ჯარები, ხო? და იქნებოდა უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო. უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო. დამეწუნეთ იმაში დღეს უკრაინაში სხვანაირი ცხოვრება იქნებოდა. დღეს უკრაინა ჰარმონიაში იქნებოდა. დღეს უკრაინაში ერთი ადამიანიც არ იქნებოდა. აი ამ უბედურ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინა იმყოფებოდა, მაგრამ არა არ ხდენს, იმიტომ არ ხდენს რომ მათ უნდათ ეს ომი, მათ ქონდათ გაზრახული რომ უკრაინაში ომი უნდა მომხდარიყო იმისათვის რომ რუსეთის წინააღმდეგ ემოქმედათ და დაეჩოქებინათ რუსეთი. დაეჩოქებინათ რუსეთი, მაგრამ ატომურ ქვეყანაზე ამბობენ რომ უნდა დავაჩოქოთ. ვინ დააჩოქა ჩვენ კარგად ხედავთ უკვე აგეთ და რუსეთი როგორ ესე იგი პირდაპირ ასრულებს რუსეთის თავდაცვის ძალები პირდაპირ ასრულებს მათი ხელმძღვანელობის მიერ დასმულ ამოცანას, ხო? ყველა მიმართულებით წინსვლები აქვს და აბსოლუტურად უკვე ძალიან მალე ისინი მიაღწევენ იმ მიზანს, რომელიც მიზნის საფუძველზეც ისინი განდევნიან ფაშისტური იდეოლოგიას უკრაინიდან. ამათ კიდევ კიევამდე მივლენ. კიევსაც აიღებენ. ამათ კიდევ ნახეთ რა უნდა ამათ იმიტომ უნდათ საქართველოში გაეხსნას მეორე ფრონტი რომ ეს პროცესი როგორმე შეაჩერონ უკრაინაში და ხელი შეუშალონ რუსეთის ჯარების წინსვლას და შესაბამისად ახეთ გადმოიტანონ ყურადღება საქართველოს მიმართულებით, ხო? ეს უნდათ მათ გააკეთონ და რა ის რომ ჩამოვიდნენ და რაღაც ეკონომიკური პროექტები განიხილონ, რაღაც ჩვენს აი ამ იდეოლოგიას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ამ დიდ მონაპოვარს, რომელიც მონაპოვარი ჩვენ წინაპრებიდან გვაქვს, მათ პატივიცენ, არ უნდათ ეს არავითარ შემთხვევაში და არც გააკეთებენ ამას და ამიტომ ისინი მოდიან იმისათვის რომ მთლიანად ხაზი გადაუსვან ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ოჯახურ აი ამ ურთიერთობებს, ოჯახურ სიწმინდეებს, ჩვენს ეკლესიას და ესე იგი განავითარონ და გაავრცელონ თავიანთი ბინძური საქმეები ამ ქვეყანაში და ჩვენ კარგად ხედავთ რა ხდება ევროკავშირის დღეს რა მდგომარეობა არის და როგორ არის დღეს ევროკავშირის თვითონ ევროკავშირის მოსახლეობა წუწუხებული მაგათი ბინძური იდეოლოგიის მხრიდან და რა ესე იგი რომ მეტყვი მდგომარეობაში ჩააგდო ამ იდეოლოგიამ ევროკავშირის და გვინდა ეხლა ეს ჩვენ ხომ არ გვინდა ხო ამიტომ ხალხმა უნდა გამოვიჩინოს თქმას ხალხმა თავისი სიტყვა და ხალხმა უნდა აეთხელა სამუდამოდ იგრძნოს პასუხისმგებლობა ხომ უნდა იგრძნოს ბატონსა ხალხმა პასუხისმგებლობა რომ ისინი არიან ამ ქვეყნის ბატონპატრონები ბიჭო ერთი კითხვა ამ პლებიციტი ჩაატაროს ქვეყანამ ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციები ჩვენი მართლმადიდებლობა ჩვენი რაღაცა თუ გვინდა LGBT ფაშიზმი და ეს პროპაგანდა. ერთი პლებიციტი ჩავატაროთ ამ ქვეყანამ და ხალხი აირჩევს რა გვინდა და მთავრობაც დაისვენებს.
სხვების გაის LGBT ფაშისტები LGBT ბიჭო ხო არიან მაგათი მომხრეები და ნახოთ არ არიან კაცო სად არიან ვინ აკავს აქ თითზე ჩამოსასვლელები არიან პარტიები აბა რა არიან ხელი რომ მოაწერეს მემორანდუმს აბა ვინ არიან ფულის გამოაწერენ ხელს ბიჭო ფულის გამოაწერენ თუ ოქროს გამო რა მნიშვნელობა აქვს ხო მოწერილი იყიდებიან ხო იყიდებიან უკრაინაში რო ამბობდით ომი დაიწყო უკრაინაში რო შეიტანეს ეს იდეოლოგია შეიტანეს ეს გეგმები რუსეთის წინააღმდეგ რაც უნდა ყოფილიყო თან ფულიც მიაყოლეს და ფული გააძღეს ის მაშინდელი ხელისუფლებები უკრაინა ფულის მოყვება კაცო ის პროგრამა რომ მოდის გაწეული პროგრამა რომელიც პროგრამის ხო და იმ ხელა ფულებით შეიტანეს უკრაინაში ვერ უყურებთ ხო ზელენსკი 102 მილიარდი მინდა კიდევ რო ხელფასები დავარიგო ვერ გაძღა რას გაძღებიან ბატონო რა იმ ხელა ქვეყანას გაძღომა არ უნდა აგერ უკრაინელი ხალხიო გავყარობთო იქ ევროკავშირში რო არიან კაბნეულები უნდა წავიდნენ და იქ იომონო აქ რაღა უნდათ თვითონ ევროკავშირი ჯერ დააწყებიეს ომი ხალხს ომი დააწყებინეს ხალხს ჯერ უკრაინელ ხალხს მე ამ ევროკავშირმა აქცია ტოლვილებად აქ ზოგი დაიხოცა უკრაინაში ზოგი უგზაუკლო დაიკარგა და ეხლა ის ვინც გაქცეულია ევროკავშირში და დაბრუნდნენ უკრაინაში ქვეყნებში ახლა იმათაც კიდევ უკან აბრუნებენ რომ თქვენს უნდა იომოდო იმიტომ უნდა შეეწირონ თქვენს უნდა დაიღუპოდო ხორცაკები მან ის გახდა ტერიტორია უკრაინა და ამდენი ხალხი ტყუილა ეწირება და ეს სამხედროებიც და უბრალოდ ჯარისკაცებზე ვიზახი და ოფიცრებზე როგორ ვერ ხვდებიან რომ მათ იძულებით მიერეგებიან ხო უყურებთ როგორ იჭერენ ძალით სახლებში იჭერენ გადაყავენ ქუჩაში დასდევენ ასე ომს როგორ მოიგებს ძალით წაყვანილი კაცი ომს ვერც ვის ეჭიდავები ვის უცხადებ ომს საერთოდ ის მათი სარდლობა მათი ხელმძღვანელობა ყველა გათვალა ეს ყველაფერი გათვალა არა იმიტომ არ გათვალა რომ ეს ჭირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებს მაშინ რომ მთლიანობაში ვითომ შეიარაღეს ვითომ გაწვრთნეს ვითომ რაღაცა არაფერი როგორ ჩვენ გავუკეთოს 2008-ში რა თქმა უნდა 2008-ში ეგრე არის ხო მოგვაწოდეს იარაღი ვითომ გავწვრთნეს ისინი ჩამოვიდნენ და დაგვაწყებიეს ომი და იძახიან არაო როგორ არ დაგვაწყებიეს? აბა ვინ იყო მაკეინის თავები იყო. მაკეინის თავები და იმამ ამერიკის ადმინისტრაციის თავები იყო ყველასი, კაცო. მარტო მაკეინი, სააკაშვილი, მარტო ვერ გარისკავდა. რა სააკაშვილო, იქიდან არ ეთქვათო, მიდი, ჩვენ აქა ვართ და მე წყალიდან პამპერსი ჩამოგვიტანეს საჩუქრა. ამერიკელებმა. ეს იყო ამერიკელების ხადაჭერა. და ის რაც კორუფცია მოხდა, ის იმომში ჩამოწერეს იმდენი იარაღი, რაც იარაღი იყო მაშინ აყიდეს საქართველოსთვის. გადაყიდეს და ყველაფერი და რაღაც მცირე ფლოტი ყავდა და ისიც ჩაგვიძირეს რუსებმა. რა კატარღები მოასწრეს, რაღაცი გაყვანა 1-200-300 მეტრაში თუ ნახევარ კილომეტრში. ახლა მე როცა ვამბობთ, ჩვენ როცა ვამბობთ ამასა, ვეუბნებით ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ბიჭო ეს ევროკავშირია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ორგანიზაცია ჩვენ ქვეყანას მოუტანს სიკეთეს, ხო? მე გამოდიან და რა ვიცი, ზოგი რა კომენტარებს გვიკეთებს და ზოგი რას, მაგრამ ჩვენ მაინც ვიტყვით, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ, კაცო, ჩვენ ზედმეტს არაფერს არ ვამბობთ და ჩვენ ტყუის არაფერს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, რომელიც სიმართლეც არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობისათვის და უნდა გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ აი ეს როგორმე ჩვენ აი ამ მონობიდან უნდა დავახციოთ თავი, ამ მარწუხებიდან, რა მარწუხების ქვეშაც დღეს ვიმყოფებით ჩვენ ევროკავშირის მხრიდან. არა ვართ, ბიჭო, ჯერ არა ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რას ვიკეთებენ და რა დღეში გვაგდებენ და შენ წარმოიდგინე ჩვენ ღმერთმა ნუქდას, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ რო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გავხდეთ, რას გვიზამენ მაშინ? აუ, მე ნახე მოთხოვნები და დაწოლა და რავი, ქვეყანა უბედურებას მოხდება საქართველოში კიდევ რა. არ გვი, ბატონ ტრისთან, რაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ ჩვენ. ვისი ბრალი? რამდენი წელი გავიდა? ვისი ბრალია? არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ბრალი? მაგემა დაგვაწყებიეს იქა, მაგაემა შემოიყვანეს იქ კიდე თურქული იმითი იქ გამოიყენეს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი იქ გაქცეული მოჯაჰირები ვითომ მუსულმანი ისინი იქ დააწყებინეს ლაპარაკი ვინ იყო კონსტანტინე ოზგანი თურქი იყო რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და იყო აგენტი იგივე რა და მე რატომ ვამბობ ამას ბატონო ტრისთან შეხედეთ აი რა მოხდება ჟენევაში 30 წელი ხო ვლაპარაკობ. რაში ვჭიდებ ეს ჟენევა? არა, ხო, ფორმატმა ხო არაფერი მოიტანა. არაფერი არ მოუტანია. მე ამას ვიძახით. გასაღები არც ამერიკაში დევს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. არც ევროკავშირში და არც ჟენევაში და არც ბრიუსელში. დევს მოსკოვში, რუსეთში, კრემლში. სადაც უნდა წავიდნენ ქართველი დელეგაცია. აგერ პრემიერ-მინისტრია, პრეზიდენტია და უნდა დაიწყონ სასწრაფო მოლაპარაკება. რუსებთან.
რუსებთან მოლაპარაკების გარეშე არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. რო დაგვაწყებიო ნომი 20 ისკანდერი ეყოფა თელ საქართველოს. არა, ისე ვიცახე სიტყვაზე. და მაგდენია, რუსებს იმდენი შეიარაღება აქვს და ინცეს შეიარაღება აქვს კიდე. ხო იცით და ანახებენ და თვითონ ამერიკელები და ევროპელებიც უხარ რომ რა იარაღებს უშვებს ამ ბოლო დროსო და 100 მახი სიჩქარით დაფრინე 100 მას ეხუნები და შენ 15000 კილომეტრზე უკრავს. ნახეთ რა ხდება, აი თქვენ ახლა კარგი მას შეეხეთ, ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს დიალოგზე რუსეთთანო, კაიგე. ბიჭო, რამდენი ხანია ამ მოლოდინში არის საქართველოს მოსახლეობაც, ხო? ბოლო-ბოლო ხო უნდა გაარკვიო ამ შენ მეზობელთან ურთიერთობა, ხო? ბოლო-ბოლო შენ ხო უნდა მივხვიდო და შეეკითხო და უნდა შეთანხმდეთ, იმიტომ რომ ის მეზობელია შენი, გაიგე? გინდა თუ არ გინდა მეზობელია, ის ვერ წავა აქედან რა. ის არა გამორიცხული არის, შენ მის გარეშე აქვს რაღაც გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელოვანი თამაშები დაიწყო, ხო? გამორიცხული არის, ხო? ამიტომ ჯერ პირველ რიგში უნდა გაბედო საქართველოს ხელისუფლება და რისი ეშინია დედას. ნუღარ უყურებთ, კაცო, თუ კი ახლა რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგეთ და რაღაცეებზე წინააღმდეგებით ამ დასალურ რაღაც იმას იდეოლოგიას და ამბობთ რომ უკვე ჩვენ ეროვნული პოლიტიკა უნდა შევქმნათ და ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა გქონდეს, ხო? აქაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღეთ რა, რატო ვერ მიდიხართ, რატო ვერ საუბრებით და რატო მარდებით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პირველ პირებთან და რატომ არ არკვევთ ურთიერთობებს ერთმანეთში. რაშია საქმე? ხომ კარგად იცით რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მზად არის იმისათვის რომ რაღაც დიალოგი დაიწყოს რუსეთთან და ამ დიალოგის საფუძველზე ურთიერთობები გაერკვეს და ერთხელ სამუდამოდ დალაგდეს ყველაფერი. მილიონი კაცია რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ქართველები წარმატებულად ყველაფერი წარმატებული რა გვინდა? ყველაფერია, ვაჭრობაც უფრო კაია რუსეთთან. ის კოტები მაინც არ აქვს დაწესებული რაც ევროკავშირის ახლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? არც ერთი ქართველი დღეს რუსეთში, არც ერთი ქართველი რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს, ნუ მილიონზე მეტი ცხოვრობს, ხო? არც ერთი ქართველი დღეს რუსეთში მოხუცებულებს არ უვლის. არ უვლის. ყველას აქვს ძალიან კარგი ბიზნესი, ძალიან კარგი სამსახურები და ძალიან კომფორტულად გზნობენ თავს. ეხლა გავიხედოთ ევროპისკენ. ნახევარზე მეტი მოხუცებულებს და იმას უვლიან, 70%. ამერიკაშიდაც და ამერიკაში და ევროპაში 70% სულ ყველა ეს ჩვენი ემიგრანტები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, კაცო. 24 საათის შრომობენ, მოხუცებულების მოვლა. დილი და საღამომდე. დილი და საღამომდე, სახლებიდან ვერ გამოდიან. მე რა ვიცი, რაღაც ისეთი ისაა, განრიგი გაწესებული თუ მეპატრონეებს. მე ზემოდან უყურებენ, ხედავენ როგორც მათ მომსახურე პერსონალს, როგორც მისთ მათ მონას. ზანგებს რო უყურებდნენ ადრე რა, ადრე ამერიკელები და ევროპელები ჩაყავთ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში ქართველები და რუსეთში გადახედეთ ბატონო როგორ ცხოვრობენ და რა კარგად არიან და რა კომფორტულად გზნობენ თავს, გაიგე და თუნდაც ავიღოთ ბიზნესში, ავიღოთ კიდევ სხვა მიმართულებით, ავიღოთ აქ ჩვენი მომღერლები, როგორ წარმატებულები არიან ეს ხელოვანი ხალხი, კაცო. ბელორუსიაშიც კომფორტულად გზნობენ თავს. ბელორუსიაშიც, ხო? ბიჭო, ესე იგი, ხომ უნდა შეხედო ამას ყველაფერს ნორმალური თვალით და ხომ უნდა ადამიანმა გაარჩიო. ცუდი და კარგი რა არის, ხო? თეთრი და შავის გარჩევა რა უნდა გაარჩიო და ეხლა კიდო იქით იხედები იმ ევროკავშირისკენ და კიდო იქით გინდა და კიდო იმად ღებულობ დღეს საქართველოში ვინც შენ დღეს განადგურებს დემოგრაფიულად? მართალია ბატონო ტრისტან, არ უნდა შემოგვეშვა რა. ეს იყოს ბოლო შემოშვება, მე ვთხოვ ხელისუფლებას, აღარ დაუშვას არავინ ევროპიდან ჩამოსული, არავინ ეგეთ იმაზე რომ ჩამოდის. თუ ქვეყანას არ შეუთანხმდა ქვეყნის ხელისუფლებას და არ უნდა მოლაპარაკება, კეთილი ინებონ, წაიყვანო თავის ოპოზიცია იქ ელაპარაკო. აქ არ შემოუშვათ. მაგრამ რა მაგი სათქმელია და ნახე ახლა საფრანგეთის ახლა დანიშნული ელჩი. ეხლა საფრანგეთის ელჩი დაინიშნა. ახალი. და ახალი, ხო? და რა გააკეთა პირველი, გაიგე? პირველი ის გააკეთა რომ სადღაც კონსპირაციულ ბინაში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. წარმოვიდგინე? ელჩი. ელჩი კონსპირაციულ ბინაში ხვდება. არ ღვევენ ყველანაირ კანონს ეს ელჩები აქ საქართველოს. ამათთან ვინ იყო, იცი? ის ბეჟუაშვილი, თავდაცვის მინისტრი იყო მიშას დროს. ბეჟუაშვილი. ხო. ეს. ეხლა ხო ფაქტი სახეზე არის. ანუ ისინი
შეხვდნენ საფრანგეთის ელჩს არათუ საელჩოში რაღაც ღონისძიებაზე და რაღაც მიწვევის სიმით. არა, კონსპირაციულად. არავით კონსპირაციულად. ანუ ისინი შეხვდნენ თავიანთ კურატორს, აგენტები და კურატორმა რომელსაც მიცა აგენტებს ახალი მოქმედების ეს ყოფილი თავდაცვის ეს ბეზუაშვილი მე ის დაძვრის უფროსიც რო იყო არა მაგი არ ერეოდა ეგამეში და ახლა გამოაჩინა გაქანებული ნაცია რა ქვია არა ნაცი შეიძლება არის მაგრამ ერეოდა რა ქვია არ ერეოდა აქტიურობს მაგი ყოველთვის და მიბმოლია პიტაპირ მაგი იმ ამერიკაშიც და ამერიკის შეერთებული შტატების იმაზე რა ქვია სპეცსამსახურებზე და ეხლა ესეც ახლა ჩვენი სპეცსამსახურები მაგას არა მე რა მინდა თქვა ისი ბიჭო შენ ეხლა ხო უნდა გამოხვიდო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ხო უნდა დაიბარო ეს ელჩი გაიგე ახალ დანიშნული ელჩი რომელსაც ითავხედა გაიგე და ეს კონსპირაციულ ბინაში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ იმას ყოფილი თავდაცვის მინისტრს ხომ უნდა უთხრა მოთხოვო პასუხი კაცო რა საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაფშე რა საკეთებს აი თუ არაფერს არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა მინისტრი არის ნოლის დღეს საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ბრძნიდებს ყველაფერს ესეთ რაღაცეებზე იმას კი არ უნდა უწოდეს პარლამენტის თავმჯდომარის გაკეთება ესეთ რაღაცებზე. პირველი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა გამოდიოდეს. და მთავრობა უნდა გამოდიოდეს. მაგ მოთხოვნებით, რომ ეს ელჩები გააგდონ აქედან საქართველოსდან. გააგდონ საქართველოსდან ეს ელჩი კაცო. მარტო ეს ელჩი კი არა, კაცო. ბევრი ელჩია გასაგდები და გააგდონ ეგრევე. საფრანგეთის ელჩი, ის ევროკავშირის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ისა ინგლისის ელჩი, გერმანიის ელჩი, 5 ელჩი. ეგენი არიან ევროკავშირი არა, მაგას გეუბნები, ეს 5 ელჩი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ხო? ესენი იყო პირდაპირ ჩაბმული საქართველოში აი ამ გადატრიალების პროცესებში. კი ბატონო, გეთა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია. დიახ, ესენი იყო პირდაპირ რომლებიც პირდაპირ მზად იყვნენ იმასთან დაკავშირებით, როგორმე საქართველოში დაყრილი იყო სისხლი. ო, სისხლი უნდა და აი აბა იმიტომ ქონდათ იმის შეერაღება. პროსტო ვერ მოასწეს, ვერ გამოიყენეს. ისე უშრება ივაშკაცა. გასაგები, მაგრამ რა მინდა გითხრა. ჩვენ ხო ხლა ხედავთ რა ხდება, ხო? და ხედავთ რომ როგორ ევროკავშირი და თავის ესე იგი აგენტურა როგორ უტევს ჩვენს ქვეყანასა საქართველოს. მე კარგი, ხელისუფლებას კარგი არ მოწონს ხელისუფლება და უნდა ხელისუფლება ჩამოუგდეს, მაგრამ ბიჭო ამ ხალხს ასერჩის, საქართველოს მოსახლეობას ასერჩის, მოსახლეობას, რომელი ადამიანებიც დღეს არიან სწორედ იმისთვის მომართულები, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და იყოს ნორმალური წყნარი პოლიტიკა და ეკონომიკური ბატონო ტრისტან ამ ხალხს ასერჩია კაცო. ის დირექტივები სააკაშვილის მოყვანით ხელისუფლებაში. საიდანაც წამოვიდა? ვინ გადაიტანა წეხი? ხელისუფლებამ კი არ გადაიტანა, ქართველმა ხალხმა გადაიტანა. 300,000 პრობაციონერი მეტი რო ყავდა, ამდენი პატიმარი რო იყო საქართველოში, ეს ქონებების წართმევა, ჩამორთმევა, რა ქვეყანა ვითარდებოდა? საიდან მოდიოდა მე მაგი? ვისი დირექტივებით მოდიოდა? დასავლეთის კოლექტიური დასავლეთ დირექტივა იყო. და რას უშვებოდნენ? რას უშვებოდნენ პატიმარებს? რა ტყუილია თუ რა არის? მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. სხვას რო არა და ყველაფერი რა თითქმის სიბინძურე ხდებოდა იქ. კაცი დაჭერილი პატიმარია და კიდე ცემდა ეჭხუბები, იმას თავისი ეყოფა. თან რამდენი უკანონო პატიმარი ყავდათ? რამდენი ქონებები, რამდენი ოჯახები დაიქცა. მე როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, კაცო? პატიმარს ადამიანად ართულიდნენ, პრემიერს უწერდნენ, რაც მეც გალახავდნენ პატიმრებს, კაცო. და თვალს ხუჭავდა ამაზე ევროკავშირი. ყველანი თვალს ხუჭავდა ამაზე ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. კიდევ იცოდა ყველაფერი ასწრებოდა, ესე იგი როგორ აწამებდნენ პატიმრებს. აი ის კასეტები რო ანახეს. ამათ პირველად რო ქართული ოცნება მოვიდა. იმის შემდეგ ამათ რა მორალზე უნდა ელაპარაკო, ხმა რა მოიღეს და არ დაგმეს ეს სისასტიკეთას სიბინძურეს. ახლა კიდევ ამათ ეხლა ეს ვის დააკავეს ეს ხოშტარია, ჯაფარიძე, ეს გვარამია, ნიკანდრომელია, პაატა ბუჭულაძე, ეს ბურთა ზოდელავა და შემდგომ ეს თელი ხროვა, ეს რევოლუციონერები ხო ვის დააკავეს? ო, პოლიტპატიმრები არიან თურმე. ო, თურმე პოლიტპატიმრები არიან, პრეტენზიები აქვს. ბიჭო, ერთი ამ ესენი სააკაშვილის რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ და აი სააკაშვილის წესი უნდა ყოფილიყო დღეს იმ ციხეებში, რომელიც ამათ არაფერი არ აკლია. არაფერი, როგორ ხონდა სააკაშვილს? ყველანი ციხეში რო ყიდოდა ტრიბუნიდან. ნულევანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში ესროლეთ, დახოცეთ, მოკალით. ეხლა ნახეთ ბატონო ზაზა ისა
ამ ხოშტარიას და ჯაფარიძეს წაუყენებენ ალბათ ახალ ბრალს, ეს არის მათი კიდევ ახალი საწყობებში რო აღმოუჩინეს ამდენი ბიოტექნიკა და ამდენი რაღაც ახალი, ესე იგი გამოძიება მიმდინარეობს და საერთოდ ყველას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს და გამოძიება არა თუ მარტო ამ აქაური აგენტურის წინააღმდეგ მიდოდეს გამოძიება, არამედ გამოძიება უნდა მიდოდეს სწორედ აი რო ჩამოდიან ევროკავშირიდან ეს პოლიტიკური ლიდერები იმათ წინააღმდეგაც. და იმიტომ რომ უნდა აღიძრას საქმეები დია ისინი ავალებენ ამათ იმ დანაშაულს. ბიჭო აგენტურის გამოვლენა ევალება უშუალო სამსახურს და გამოავლინონ ის ჩამოსულები კაცო. ტრულ საქმიანობაში მხარდაჭერა. და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ეგ ზუსტად ეგრეა. ეს არის ყველასთვის ზედგამოჭრილი მუხლი რა. და ახლა ამ არა ამ მუხლებით რატო არა სამართლე მე რო ამბოხის ცდელობა არაფერი ვარ მისვლა და ამბოხის ცდელობა. სავარაუდოდ ამ ორ ადამიანს წაუყენებენ ახლა ამ მუხლს აიგე ხოშტარიას და ჯაფარიძეს და ახლა გამოდიან და ატეხეს ერთი ამბავი და ეს თურმე ესენი პოლიპატიმრები ყოფილან იქ იმას კიდო ჯილდომიცეს იმ პოლიციელს ხელი გაარტყა იმ ქალმა. რა სამარცხინო ჯილდოა, სამარცხინოა ეგ არა. სამარცხინო ევროკავშირი. არა, მაგენ უკვლავ მთლიანად რა, რაშია. აბა იქ პოლიციას გაარტყას ხელი რა როგორ დავი. მაგრამ რა მინდა გითხრათ იცი? ეს ჩვენ მოყანაში მოსულა. ეხლა ბიჭო, კი ბატონო, უნდა დაიჭიროთ ესენი სულ აუცილებელია რომ უნდა დაიჭიროთ ესენი და იმიტომ რომ ესენი არის შემსრულებლები, მაგრამ შემკვეთები არის თუ არა პასუხებაში მისაცემი ის ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები და ის უნდა აღიძრას დიახ ის საქმეები ხალხს მინიმუმ ხომ უნდა დაეკეტოს სამქვეყანაში გზა მაგას არ შემოვიდეს. უნდა დაეკეტოთ შემსრულებელს რო იჭერ დამკვეთიც უნდა მიაყოლოთ ისა შემსრულებელი. დააკვეთა საიდან მოდის ვიცით, ამიტომ მივიღოთ ზომები. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, რომ მოგვეცით მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება და დაგვასვენეთ ამათგან და თქვენ დაისვენებთ, ჩვენ დავისვენებთ და იქნება ჰარმონია ქვეყანაში. რა ქვეყანა განვითარდება, რაღაცას ააშენებს, კაცი გააკეთებს უპროცესიერად რა. წარმოებები გჭირდება, ხალხს უჭირს. ეკონომიკა კი იზრდება ციფრებში და იმეებში, მაგრამ გადახედეთ ერთი ხალხი როგორ მდგომარეობაშია რა. უჭირთ არ ყოფნის ისე იზრდება ფასები ყველაფერზე პროდუქციაში კვირიდან კვირამდე რომ ის მომატებული 40 ლარი თუ 50 ლარი პენსიონერს არ ყოფნის. ხო და ვისი ბრალია ყველაფერი? ვისი ბრალია და იქიდან ჩაწოდე იქიდან დაადრო და გვაქციეს იმის ბრალია ყველაფერი და ხელისუფლება ხო ეს ასე ბრალია იცი თავიზოზე როდესაც ჩვენი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და პირდაპირ განიზრახა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა განადგურებულიყო. შევანადის დროს დაიწყო დაქცევა. ერთ და ნულოვანი აუქციონები რო გამოაცხადეს. უნდა განადგურებულიყო და სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო უკვე შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის მიმართ მოქმედება და დაიწყეს ფაბრიკა ქარხნების განადგურება. საერთოდ დაანგრიეს ეს უზარმაზარი ფაბრიკა ქარხნები და გააყიდეს, გაასხვისეს და ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად გაანადგურეს და ქართველი ხალხი გაამათხოვრეს. ბატონო ტრისტან, თუ უნდა თუ ქვეყანას ეშველოს, ერთი კიდე რამეა. ის მომგებიანი ობიექტები, რომელიც სახელმწიფოს მოგებას აძლევდა და უცხოელების ხელშია, ქვეყანას უნდა დაუბრუნდეთ ქართველი ხალხის საკუთრება იყო ის. არც ერთი ხელისუფლების საკუთრება არ იყო ისინი რაც გაასხვისეს. კი ბატონო. ეს იასხვისა შევარნაძემ ესე გაასხვისა სააკაშვილმა, ამიტომ უნდა დაბრუნდეს, ყველაფერი სახელმწიფოში უნდა დაბრუნდეს. იმას ქართული უნდა იყოს და ქართველი კაცი უნდა განაგებდეს, არა უცხოელები. მიაკ ჩვენი ქვანახშირი, მარგანე, ყველაფერი ის არის, ოქრო და ყველაფერი. გზარცვავენ კაცო. გზარცვავენ, ძმაო, ჩვენ სიმდიდრეები გადის ქვეყნიდან და ქართულ კაცს არაფერი ეთყობა. ბატონო ზაზა, ჩვენი დრო ამოიწურა და ამიტომ ესა მე მინდა ჩვენ ტელემაყურებლებს შევახსენოთ და თელ საქართველოს უთხრათ, ხალხო, კიდევ ერთხელ კარგად შევხედოთ, საით მივექანებით და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ სწორი გათვლები და სწორი ხედვები, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის და არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ნატო. ეს ორგანიზაციები არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მომართული ორგანიზაციები, რომელიც ორგანიზაციას სურს ჩვენი ქვეყანა დაიპყროს, მოახდინოს სრული ოკუპაცია და ამ ტერიტორიაზე განალაგოს თავისი სამხედრო ქვედანაყოფები და დაუპირისპირდეს რუსეთს. ეს არის მათი ამოცანა და მათი ძირითადი რომ იტყვი გეგმის ნაწილი და ნუ მოვტყულდებით და ნუ რაღაცას შევართ შეცდომაში და თითქოს ესე ჩვენ გადაგვარჩენთ. ტყვილი ეს, ტყვილია. ერთი რაღაცა უნდა იყოს. ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხმა თქვას, ომი გვინდა თუ მშვიდობა.
და ამითი დამთავრდება ყველაფერი. ბიჭო, ხალხი ამბობს იმას, რომ გვინდა მშვიდობაო, გაიგე, მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას და ამ ხალხის თვითონ სრულის გავრცელების საშუალებას არ გაძლევენ სწორედ ის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ვარ, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვაწარმოოთ ჩვენი პოლიტიკა და ვისთანაც საჭიროა იმას უნდა ველაპარაკოთ. ვერ აწარმოებ, ხო ხედა, ვერ აწარმოებ, ესე იგი არ ყოფილი ვარ დამოუკიდებელი, მაშინ თქვას ხელისუფლებამ რომ არა ვარ დამოუკიდებელი. იმიტომ რომ აგერ ფაქტის სახელზე არის დამოუკიდებელი პოლიტიკას ვაწარმოებ შენ ხელისუფლება რო იყო შენ დონეზე დღეს ევროკავშირის ლიდერები რომლებიც ჩამოსული არიან ეს საბჭოს წევრები საქართველოში ამას არ გავაბედინებდი გაიგე და ამას აი რაც მაგეთმა გაბედეს და რაც მაგეთმა ახლა იმოქმედეს ხო და შეურაცხყოფა მიეყენეს ქართულ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას ამას არ გავაკეთებინებდი გამოვიდოდი როგორც ერთ-ერთი კარგი ხელისუფალი და კარგი პატრონი ჩემი ქვეყნის და ყურებს აუწევდი ამას და პაღური ცემით გავყრდით აქედან თვითფასო ტელემაყურებელო დიდი მადლობა რომ გიყურებთ კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე